ზიამაღლობელმა სასამართლოში გიჩივლოთ და ითხოვს თქვენი განცხადების ცილის მიიჩნევას. კონკრეტულად რომელ განცხადებაზე საუბარი არ ვუძღვე, მაგრამ რომელი განცხადების ხო არის თვითონ რომელი ცილის წარმომადგენელი განცხადება გაკეთებული მაქვს, რომ არ ვიცი რაც მახსენდება, რომ ხელი გაარტყა პოლიციას. თუ მაგალითად თუ აღმოჩნდება რომ ხელი არ გაურტყია პოლიციელსაც, აუცილებლად მოვხდი ბოდიში. თუ აღმოჩნდება ჩემი რომელიმე ფრაზა ტყუილი, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ არ მგონია რომ რაიმე ტყუილი მეთქვას მათ შორის მზიამაღლობთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართლა მიმაჩნია რომ ეს იყო განზრახული მოქმედება პოლიციელის მისი დისკრედიტაციის მიზნით პოლიციის იმიჯის წინააღმდეგ, რომ კონკრეტულად პოლიციის უფროს ხელი გაარტყა, ეს მგონია ნამდვილად ეხლაც აი დარწმუნებული ვარ ღრმად ამაში, რომ ეს იყო განზრახ მოქმედება. თუ ამას გულისხმობს არის სხვა განცხადება არ გამიკეთებია. და თუ აღმოჩნდება რომ პოლიციის უფროსი არ იყო ის ადამიანი, ან ეს არ იყო მზიამაღლობელი, ან ხელი არ გაურტყია, აუცილებლად მოვიხდი. ბატონო მამკაკი 29 მაისთან დაკავშირებით მოქმედებდაო მზიამაღლობელი. ვისი დავალებით მოქმედებდაო? მე ვთქვი? ხო, მე ესეთი განცდა მაქვს აბსოლუტურად. ეხლა საერთოდ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო, არა, შიშულობას არაფერი არ გამიკეთებთ. არა. ეს როგორც სხვა ყველა მათი ჯგუფის წარმომადგენელი, დიახ, ეს ადამიანები ყველანი, არა მხოლოდ მზიამაღლობელი. სამწუხაროდ ყველა დანარჩენის დავალებით მოქმედებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. წარმოუდგენელია სხვანაირად იმის კეთება, რასაც ეს ხალხი აკეთებს. წარმოუდგენელი განცდაც მაქვს, განცდებზეც ვსაუბრობ, აღქმაზეც ვსაუბრობ, ფაქტებზეც ვსაუბრობ. ანუ კონკრეტული ინფორმაცია ზოგადად ამ ჯგუფებზე გვაქვს, დიახ. არა, არ არის მხოლოდ განცდა, განცდაც ასეთია, აღქმაც ასეთია, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ TV პირველში ფორმულაში მათ შორის და ფაქტებით ასეთია. ფაქტი არის, ნახეთ, განცდები და აღქმები, რადგან გაინტერესდებათ. ფაქტი არის, რომ მზიამაღლობელი იმ აგენტურულ ღონისძიებებში, რაც საქართველოში მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იდგმება, იმ რევოლუციურ სცენარებში მონაწილეობას იღებდა, ხო, საერთო ჯამში. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც ხელი დაარტყა პოლიციის უფროს. ეხლა დანარჩენი არის შეფასების, აღქმის, განცდის და ყველაფერი ასეთი ემოციის საკითხი. ფაქტია რომ ხელი დაარტყა. თუ არ დაურტყია, მოვუდიშებ. თუ აღქმა არასწორია რომ მისი დისკრედიტაციისათვის და გაბრაზებისათვის და ასე შემდეგ და მისი დამცირებისათვის იყო, მაშინ რანაირად ეხლა მე ესეთი აღქმა მაქვს და თქვენ აღქმებზე საუბრობთ დღე და ღამე და ეს ჩემი ერთი განცდა და აღქმა გაგიკვირდა და არ არის სწორი ამბავი. ფაქტი ერთია და მისი შეფასება ჩემი საქმეა. ახლა თუ თქვენ იმაზე საუბრობთ, ეს დანაშაულია თუ არა, მე იმაზე არ მისაუბრია. აქ ყველა იურისტს აქვს მაშინ გონებაში თავდაცვის ინსტინქტი, რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია არ დაარღვიოს და მეც იურისტი გახვალოთ მოგეხსენებათ და არასდროს მithქვამს, რომ ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის აუცილებლად დაისაჯოს და შემდეგ მე მგონია, რომ ის არის სავარაუდო დამნაშავე, რომელსაც სიტყვის საბოლოო ჯამში განაჩენი. ეს არის ჩემი აღქმა მათ შორის, იმიტომ რომ მე ასე აღვიქვა მომავლენს, ფაქტია რომ მან ხელი დაარტყა პოლიციას. თუ ვინმე იტყვის რომ ეს არ იყო დანაშაული, მე ვილაპარაკოთ უდანაშაულო ყოფილას.